თოვლის გაზრდა და ვანო ესენი ყოჩი ვარდებია დავლა როლ ურჯათ მოკლედ ყვავილები შემოგვება რა ყვავილები მაგრამ მიყვარს მაგრამ ყვავილებზე მაგრა იარაღი მიყვარს თორემ ყვავილების განხილვა მექნებოდა კაქტუსები ყოფილა მილიონაერი მოკლედ ტოპი განვიხილოთ R15 სისტემა ქვია PSM Rife აი მოკლედ რა ნახეთ აი ესეთი აბრივიატურა აქვს ამ სისტემის იარაღს უშვებს ძალიან ბევრი კომპანია შეიძლება ითქვას ვისაც არ ეზარება ყველაზე პოპულარულები არის ორი სისტემა აი ეს სისტემა R15-ის და კალაშნიკოვის რომლებიც რა მრავალი ქვეყანა უშვებს და ასე შემდეგ ეს იარაღი სანადირო არ არის საბრძოლო იარაღია მაგრამ იყიდება როგორც ანდერი იმიტომ რომ ნახევრად ავტომატური იარაღი აი როგორ გითხარს როგორ თოჯინა ეგეთი რაღაცაა რა დაფარვა აქვს მაგარი უდაბნოსფერი აი მოოქროსფერო რაღაცა აქვს ეს უდაბნოსფერი მაინცა და მაინც არ არის თქვათ ლამაზი ფერი მე ახლა ჩემთვის შავი რო იყოს უფრო მირჩევნია რა იმიტომ რომ რატო უნდა იყოს ამ ფერი თუ უდაბნოში არ ახარ ეგ იგივეა რომ აკლე მიიყო და ზოოპარკში ცხოვრობდი კუზები რადგინა ხო ზოოპარკში თუ ხარ მოდიან გაჭმევენ გასმევენ ახაც ეგეთი ვარიანტია რა წინ მოდი ახლა მივყვეთ ნაბიჯ ჯერა თუ 7000 ლარი ღირა თვითონ თოფი აი ეს რაღაც ყიდა 2500 ხო კალიმატორული სამიზე ნამდვილი სამხედრო ესო დავარდიც რამე არ აირევა თუ ეხლა ფიზიკურად შუშაში რამე არ მოხდა და არ დაიმტვრა ამის გარეშე ღირს 7000 არ მოყვება არანაირი სამიზეს თქვენ უნდა იყიდოთ ჭიდი რამდენი მოყვა ერთი მჭიდი მოყვა ესეთი ჭიდი არის ძალიან ყოჩაღი მაგრამ ნუ მე მგონია რომ უნამუსობა როცა ეს მჭიც აყოლებ რა ხო ვიცი თუ ალბათ გაიაფების მიზეზით მაგრამ აი ეს თუნუქის რაღაცა რა უნდა ღირდეს ხო ნუ ესეც მერე თქვენი საყიდელი გახდება ორი მჭიდი ხო მაინც გინდათ მაგრამ მჭიდი თვითონ ეს მჭიდი არის ძალიან ყოჩაღი კაი თუნუქისგან არის გაკეთებული კალიბრი 5.56 აი ესეთი ნატო სტანდარტი თვითონ ამ შემთხვევაში ვაზნარი ექსპანსიური წინ ნახრეტი რო აქვს ეგ იმას იშას რაღაცას მოხდა გაიფუჭკნა ანუ ნადირობიცოს ნადირს რო გაარტყავს ფეხშიც თლიან ფეხს აი ამ ხელა ნახრეთს გაუკეთე შეიძლება მოაღლიჯოს კიდევაც დიდი კინეტიკური ძალით ხდება ეს იხსნება ეგრე ცუდი ის აქვს რომ ექსპანსიური ვაზნები ნაკლებად მიზანში მიფრინავს შორმანძილებზე მე ხო ჰაერი ხდება რაღაცებს აკეთებს და თუ საუბრად გინდათ მაინცა და მაინც ამებს ნუ გამოიყენებთ ღმერთმა დაიფაროს თუ ომი დაიწყო ქვეყანა კი არეული წინ აი ეს ეხსნება შეხედეთ ამას ორი ჭრილი ხო აქვს დაბლიდან კარგად აჩვენებ ანუ აი აქ ჭრილებში აქვს ნახრეტები ანუ ნახრეტი განივიჭრილი და ნახრეტი ეს სროლის დროს როცა ავტომატური სროლა თვითონ იარაღს ავტომატურად წაეცეს ტენდენცია აქვს რომ წაიღოს ზემოთ და მარჯვნივ ანუ სროლის დროს როცა მთლიან პიცისვით მიაქვს ზემოთ გავი ვისაც გისურვებთ ჯერი გამოწევდა ისვის მიაქვს ზემოთ ეს გაზი რო გამოდის კომპენსირებას აკეთებს გაზი ზემოდან ამოდის და ნულას ასტაბილურებს შეხედეთ აი შიგნითაზის ანუ იდეაში სროლის დროს ამან დაბლა უნდა დაწევოს და ეგ მართლა მუშაობს თვითონ კალაშნიკოვზეც AK-74-ზე თუ გინახიათ წინ აი ესეთი რკინა უყინა ზემოდან აქვს ნახრეტები რომ დააბალანსოს არ წაიღოს ამ იარაღს ესეთი რამე სულ რომ მოხსნათ არც არაფერი არ მოხდება იმიტომ რომ ეს ნახევრად ავტომატურია და რასის სტრაფით უნდა ისოვოთ ისე რომ იარაღი წაიღოს ზემოდან რამე ვერ წაიღებს რა ეხლა თუ რა გინდაც კიბორგი იყო და თითი ძალიან გაწაფული ქონდეთ თვითონ არ მოგცეს საშუალება რომ ეგეთი სისწრაფით ისურვოთ იმას რომ ჩამოწევთ ავტომატურზე ხო ღია საკეტია და მიაყარა თვითონ თითს მექანიკურად ეგრე ვერ გა ანუ ეს უფრო ფასონად უყენია თუმცა ძალიან ღირებული და კაი დეტალია ზემოდან პიკატინის თამასო უყენია კაი ხელს არაჭის არაფერს არ აკეთებს ქვემოდან
არაფერი არ უყენია, მაგრამ პიკატინის თამასები იყიდება, თვითონ ეს ფერმა არის დახვრეტილი, შეგიძლიათ აქედან ფერმა გაუხსნათ და ჭანჭიკებით ამაზე მიამაგოთ გრძელი პიკატინი. გინდა გვერდებიდან, გინდა უკიდან, გინდა სახელური დაუყენეთ. ანუ ეს მაგის საშუალებაც იძლევა. ფერმა თვითონ იარაღში ცუდი, ცუდი როგორ მოუხერხებელი იმითია თუ სადმე ხართ. მოდი შარს დავუეტყვი. შარი შეიძლება ტყეში ხართ, სადმე დადიხართ, მოგიწიათ ერთი კვირა დარჩენ, ეს თან დაგაქვთ. რაღაცა აიმაში მტვერი შევა, ის ჩავა, რა ქვია, ფოთლები, რაღაცეები და მოკლედ ეს მომხსნათ და მერე გამომბერწყოთ ხოლმე. ეგ არ არის კაი. მაგრამ ამის რეზინებიც იყიდია, შეგიძლიათ რეზინები გაუკეთოთ ამაში ჩასვლა და ეს იქნება მთლიანად. დარეზინებული, რომ შეგარაფერავს, მაგრამ ეგ აზრი არ აქვს, აქედან მაინც რაღაცა ჩავა იქ. ნულიდან. ზოგმა მითხრა, ვანოს ერასნულში არ მოკლავ, მჭიდი არ უყენია და ძალიან ფრთხილად ვეცევია, რასაც თქვენ გირჩევთ, რა იმიტომ რომ იარაღს მოექეთ ისე როგორც დატენს ყოველთვის. თუ ეგრე მოექცევთ, არასოდეს არაფერი არსად არ გაგივარდება, სადაც თქვენ არ გინდათ. ლამაზია თვითონ შავში აკაკეთებული ოქროსფერი ტარი აქვს. აი როგორც გლოკის პლასმასი ეგეთი, ეს არის მარტო ფასონად არ არის, ხელსო კიდევს ძალიან მაგარა იმას ეჭიდება რა. ძალიან კარგად არის გაკეჭნილი. აი ეს დეტალი არის პლასმასის, ხლა ამის ხარისხი კაი იქნება თვითონ თუ 7000 იყიდა ეს უნდა იყოს კაი. ცველზე დამყენებელი არის სხვა ფერი. ეს ღია საკეტი რომ გადარჩება, ანუ გაუკეთებს, ჭიც ამას დააწვევით, წინ წაიღებს თუ ესეც სხვა ფერია, ანუ რომ დახედოთ ვიზუალურად, ხო? თვალში არ გეკარგებათ ეს ორგანოები რაც არის, რომ გამოიყენოთ, ხო? აქ ჭიდის ამოგდება გინდათ დამოღამებულ თვალს ხო რომ დახედოთ, რომ გამოკვეთილი იყოს, ნუ მაგაზე უფიქრიეთ. ვითომ ის არის, რა ქვია, უნიშნულო დეტალია, მაგრამ ეშმაკები ეგ დეტალებში ესეც თუ გაჭედა ამას უნდა მიატყა და ეს არასოდეს არ გამომიყენებია, მაგრამ ამასაც აქ კაია. უკან გადატენა. აი აქეთა ერთი ხელით ვერ გადატენით, აუცილებლად ესე უნდა მოგეთ, ან მარტო აქეთ ამ ხელით. აქ კბილი აქვს, შეხედეთ, აი აქ კბილი, აი. ეხლა გავხსენი. თუ ეს კბილი არ გაიხსნა, აქეთ რომ მოკაჭოთ არაფერი არ გამოვა რა. ამას გახსნით და გადატენით. სროლის შემთხვევაში მაინც ერთით სასრეთი არის გამაგრებული პირდაპირ. არანაირი ის არ აქვს და სადაც 2 კილო ნახევარი დაწოლა უნდა. როგორ სპორტული იარაღი ეგრე იხრის. გამაგრებულია, გამოწეთ თუ არა პირდაპირ არტყავს, ოღონდ ძალა უნდა. რამოდენიმე ჯიჭვი მაგას დაამოყამებთ, რომ ზუსტად ეგეთი ძალით მოკაჭოთ. თვითონ ისეთი სასხლეტები, რომელიც დიდი ხანი მოკაჭავდა, შეიძლება მოკაჭოთ, მერე გამაგრდეს. მერე გამაგრებულს კიდე რაღაცა პატარა ისა კიდე უნდა მოკაჭოთ, მერე გაისვით. ნუ ეგ ყველაფერი არის იმაზე, რა ქვია, დამოკიდებული როგორ მიეჩვევთ იარაღს, მაგრამ აი ესეთი ყველა ჯობია, მე რომ მიყვროთ, იმიტომ არაფრის მიჩვევა არ გინდათ, შეყავით ითი გამოწიეთ, გაისროლა. всё, არაფერი არ უნდა მეტი. ძალიან კაია ესეთი სასრეტები, როცა მიზანში ისვრით. ანუ არაფერს არ ელოდებით, თითი ჩაყავით, გამოწიეთ, გაისროლა. კიდე რა, ხო, კონდახი. კონდახს უკან უყენია კაუჩუკი. ამას ისეთი ნაკლები უკოცენ მაქვს, ეხლა არ იქადა ეს რაღაცას მიშოლის არა, მაგრამ სასიამოვნო როცა კაუჩუკი ეყენია, ამაზე დადებთ, არ გასრიალდება, ტანსაცმელზე ჯდება კარგად. კონდახი ტელესკოპურია, 6 მდგომარეობა აქვს, რაც מחარებს. აი ეხლა მაქვს გამოწაი ეს თლიან ღილაკია. აი ეს მაქვს ეხლა ბოლომდე გამოწეული და ჩემხელზე კარგადაც ჯდება. თუ გრძელი ხელი გაქვთ, ესეთი ეს ეცვლება, შეგიძლიათ გამიყენოთ და სხვანაირი დაუყენოთ, რომელიც თქვა იარაღს ესე დაგაჭერით. ჩემხელთვის კაია. ბოლომდე რომ მივწიო, ხდება ესეთი, შეხედეთ. ეს უკვე შენობაში თუ ხართ, ანუ ახლოში არის კალაშნიკოვს ვაეცებ, ხარზე გაიდებთ რაღაცა, ეს არ უნდა რა, ამას ეგრევე მიიდეთ პისტოლეტივი და პირდაპირ რა. აში უნდა დავჭიეთ, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს ეგეთი რაღაცა მოხდეს, რომ ან ბევრი ხეები ან რაღაცა და იარაღი ახლოს უნდა გამოიყენო, ჯობია რომ ეს ბოლომდე მიწიოთ. აი. მოდი ახლა, ხო, კიდე რა უნდა მეთქვა. ეს მაგარი ძალიან ის არის, რა ქვია, სამიზნე, მაგრამ მაღაზიიდან არის მოტანილი და პირდაპირ არის დაყენებული. ანუ არანაირი
გასწორება ამას არ აქვს, მაგრამ მაინც ვესვი, აი იმ ხელა თუნუგის ჩამოკიდე რა ქვია, მუყავ. ვარაუდით ვესვი რა, ანუ ერთგვაროვნად ვესვი. ხო და ნუ ერთად უნდა მოხდეს ყველა ვარიანტი სადღაც რა. ეს რატო ქნა ესე? აი. ჭიჭი 30 ვაზნა ჩადის, ესენი იყიდება რა, ანუ რო თქვათ რომ არიქა და $35 მეტრია, არეულია 3 მ, თან აპრიორი არეულია რა. გადატენის შემთხვევაში შეგიძლიათ დააყენოთ მცველზე, მანამდე არ ადგება მცველზე, ახლა ტყუები წაღებულია, დავაყენე მცველზე არის გავხსენი, დავამიზნებ და სულ დამოვიწოდა. აი ეს ყურები დაიცავით ხოლმე, რაც იარაღი როცა გატენილია, ყველა შემთხვევაში სულ უნდა იყურებოდეს უსაფრთხო ან დაბლა, ან ისეთ ადგილზე რომ ვინმე არ დაზიანდეს, რა ვიცი, რამე რო არ მოხდეს რა და მოდი აბა რაღაცას უნდა მივეყუდო რა. ჭიდი გამოვიღოთ, თოფი ახალია, მოცოთილი და რამე არ არის. ჩაიხედეთ ვიზუალურად, ტყვია რო ვარდეს, ჭიდი ამოღებულია. თუ ბინდია, თითი ჩაყავით, დარწმუნდით, რომ შიგ არაფერი არ არის. წავიდით, ეხლა ვნახოთ რა ხნა. ეზები მარჯვენა სამიზნეს, აი ეს სხივი იყო ზემიშველი, ახლა უნდა მოხვედრილი იყო წესით. მის როლს მე გავაკეთებ თუ მე აი აქ უმიზნებდი. მოხდა აი აქ. ნუ პირველად ვისწორე, მაგრამ შეჯგუფულობა გააკეთა, არეული არ არის. ამას მე გაასწორეთ, მოწევთ, დაბლა ჩამოწევთ და მოვა აი აქ. ერთ იმაში მოხდა რა. ანუ შეჯგუფულობა აქვს. უფლებაც არ აქვს ესეთი არახსო შეჯგუფულობა. მიყვარს ეს ხახრულიანი თოფები და რა ვქნა. შეგრძნება არის იდეალური. ამას რო ისვრით. ძალიან კარგი შეგრძნება რა. ხმა არა აქვს დიდი. კონდას დაუკეთა კომპაქტური, მსუბუქია, კალაშნიკოვზე გაცილებით მსუბუქია. ნუ გაცილებით როგორ რა? ისო 3 კილო, ეს იქნება 2 და რაღაცა. ეხლა ესეც ხო ამძიმებს, ესეც რომ მოხსნათ ისეთი ხარზე გადაიგიდებთ. ტაქტიკურადაც შეიძლება გადაიგებთ, ეხლა არ მინდა რომ ეს მიკროფონები მიყენია, მაგრამ მაგ საქმეს მაინც ვიზავ. ესე შენ რაღაცა თუ მოხდა, უცე მოიმარჯვებთ, გამოიყენებთ, ხელს გაუშვებთ და ეხლა ჩემთვის თოდა გძელი უნდა მოკლე რო იყოს, სიარულის დროსაც ხელს არ შეგიძლით, ანუ რაღაცა იქ გამრავლების ორგანოებში და რაღაცა არ მოხდებათ. თუ ცოტა პატარა ღიბია, ცოტა იქნება გადმოკიდებული და ბედნიერები იქნებით. თუ რამეს არ წამოედეთ და რაღაც. მოკლედ ეგ უკვე ლირიკული გადახვევა იყო. თუ ისე შეიძლება ხელი ჩამოდო და ესე ისაუბროთ, ან მუზარადი ჩამოკიდოთ ამაზე. ნუ ეგ უკვე დეტალებია. დანარჩენი თოფი ძალიან მომეწონა, მადლობა ვიც ეს თოფი გოთხოვა, ვისაც აგავთ. არს უყურებთ ალბათ, ნახეთ რა თუ რამე ისეთი არახია, რომელიც განხილული არ არის. მოგვაწოდოთ, განვიხილოთ, ჩვენი პატრონი არავინ არ არის. არ სპონსორი ყავს, არც არ ვით. თქვენ ახართ და ჩვენა ვართ.
ჩვენზე მაგარი განხილველი ძალიან რასაკვირველია, იმათაც უყურეთ და ჩვენც რავი ქართულ YouTube ცოტა ესეთი თითით კრა წინა საქმე წინ წავიდეს. ამითი გამოგემშვიდობით, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. ახლა თოფი არა თოფი